ჩარლზ ბრონსონი $3 ბავშვობიდან დეპრესიისკენ მიდრეკილება მაქვს თან ცხოვრებისეული გარემოებებიც უფრო მიმძაფრებს ამ შეგრძნებას, რაც დრო გადის და გრძნობ თითქოს ტვინის უჯრედებიც მეხშობა. ეგ სწორია მაგას როგორ ცნობ, იმიტომ რომ დროსთან ერთად ეგრე მოქმედებს ბატონო ბრონსონ, რომ ტვინი უფრო ეხშობა ადამიანს, და კონკრეტულად აქვს რომ მიუკაკუნებ, მერე პირდაპირ სიკვდილს იწყებენ. შემდეგ, კიდევ ერთი სუპერჩატი, ჩარლზ ბრონსონი $3 გაგრძელება არის ეს წინა სუპერჩატის. და მეც მასთან ერთად ვკაპუტდები. ახლა ბიზნესი რომ დავიწყე, უკვე ნიჰილისტურად განვეწყე. რა ვუშველო? ტაბლეტები უყლაპო? არა, იმიტომ რომ არ გიშველის. ორი ამბავი მაქვს შენთვის, ორივე ცუდი და მესამე კარგ ამბავს მოდი გამოგიჩხრიკავ სიურპრიზად. არა, მოდი ჯერ წავიკითხოთ. მოკლედ, ბიზნესი დავიწყე და უკვე ნიჰილისტურად განვეწყე. რა ვუშველო? ტაბლეტები უყლაპო? თან შიშები გამიჩნდა, არა, სიკვდილის. რაღაც არარსებული გარემოებების უფრო. თავი სოპრანო მგონია ხოლმე შეტევების დროს. კაი, კითხვა აქ ის იყო, რა ვუშველო. პირველ რიგში ტაბლეტებს არ მიაკითხო, იმიტომ რომ ტაბლეტები, როგორც ახსენი ახლა პირველ იმასთან ბავშვობიდან დეპრესიისკენ მიდრეკილება მაქვს თან ცხოვრებისეული გარემოებებიც უფრო მიმძაფრებს ამ შეგრძნებას. ნახე რა, ახლა ჯერ ერთი საქმე როცა ეხება მენტალურ დაავადებებს და აშლილობებს, მათი 80%-ზე მეტი, კაი, მოდი 80 ვთქვათ ლიბერალური ციფრი, ყველაზე ლიბერალური ციფრი, 80% არ იკურნება. უბრალოდ არ იკურნება, იმიტომ რომ ეგ ისეთი სტრუქტურული სხვაობა არის ტვინში და ასევე მის ფუნქციაში სულ რომ ესე არ იყოს სტრუქტურული ცვლილება იმ ხრივ რომ აი აქ ესე არამედ ფუნქციური, იმიტომ რომ ერთიც არის და მეორეც მაგას ხო ვერაფერს ვერ უზამ, მაგით უნდა იცხოვრო, მაგრამ წამალს როდესაც მიიღებ, ხო, ეგ არის ნების ჩახშობა. ეგ წამლები ყველა მშვენივრად იცის რომ ნიღბავს. და ეგ დეპრესიაც შენ შემთხვევაში როგორ გამოიხატება რა? მე აგიხსნი აი ჩემი მიდგომით, ჩემი ფილოსოფიით, რომ ეგ არის ომის ნება ჩათვალე, კონფლიქტის ნება, რომელიც მიმართული არის შენზე, შენში, შენს თავში. ეგ უნდა მიმართო გარეთ. ამიტომ ჩემი რჩევა მანდ არის ძალიან მარტივი და გასაგები. შენ არ გჭირდება ტაბლეტი დეპრესიისთვის. შენ გჭირდება ომი. შენ გჭირდება რაღაცა, რაც არის საშიში. შენ გჭირდება რომ რაღაცა ისეთში ჩაერთო, ხო ხდები, რაც მოითხოვს შენი ნების მაქსიმუმს. იმიტომ რომ მე მჯერა რომ ეგ არის შენი ნება, რომელიც მიმართული არის შენში. ეხლა ეგ უშველის სამუდამოდ და ჰოპ და აღარ გექნება დეპრესია? არა, მაგრამ ეგრე თუ იცხოვრე, ვერ გამოცდი მაგ დეპრესიას. ანუ იცი როგორი რამე არის, ომის გარეშე როცა ხარ ადამიანი და შენი ნება ომის გარეშე არის, ეგ ყველა ადამიანზე სხვადასხვანაირად გამოიხატება. შენზე დეპრესიით გამოიხატება, ხვდები? ვიღაცაზე იმით გამოიხატება, რომ საწოლში წვება და ანძრევს, მეც არაფერს აკეთებს. ვიღაცაზე ეგ ისე გამოიხატება, რომ პლანს ეწევა და თავს უარესად იყლებებს. ყველა ადამიანზე დაბალი ნება, ან ნება, რომელიც არის მიმართული შიგნით და არა გარეთ, სხვადასხვანაირად გამოიხატება. შენ უბრალოდ აი ეგეთი კარტი დაგირიგდა, რომ შენ შემთხვევაში ეგ დეპრესია არის. და ბიზნესი, რომელიც დაიწყე, აი ხლავე თავს დავდებ, რომ მანდ არ არის შენთვის რისკის ელემენტი და არ იგრძნობა შენთვის ეგ როგორც ომი. თუ გინდა რომ განკურნო აი ეგ დეპრესია, თუ გინდა რომ უშველო უამრავ სხვა მსგავს რამეებს, იქ პერფექციონიზმს, OCD-ს, ანამე ეგეთ სხვა იდიოტობებს, ხო? უნდა ნება მოიკრიბო საკმარისი, ან ისე მოხდეს, რომ რაღაცნაირად აი ეგ ომი შიგნიდან გაიტანო გარეთ. ოღონდ აზრიანი უნდა იყოს. არ უნდა იყოს ეგ პატარა რაღაცა, ხო ხვდები? ჯიმში წახვიდე და აწიო 120 კილო, ანუ აწევ და მორჩა, ისევ დეპრესია გექნება. შენ გჭირდება ომი. ომი, მეტი არაფერი.
მაგრამ რომ მოახერხო ომში ჩართვა, უკვე რაღაცა შენში უნდა იყოს რა ის პატარა ძალა მაინც. ანუ შენი შებრუნებული ნება იმდენად ძლიერი არ უნდა იყოს, რომ გაგანეიტრალოს. თუ იმდენად ძლიერია, რომ განეიტრალებს და ვერ აინთება, ნუ მანდ ვერაფერი ვერ გიშველის, ვერც ჩემი რჩევა, ვერც ანტიდეპრესანტი, ვერაფერი. ხვდები? მაგრამ სიგნალი აშკარად გაქვს. მოდის ხოლმე აი ეგ სიგნალი, იმიტომ რომ მაგის გარეშე ვერ დაიწყებდი ვერც მაგ ბიზნესს და ვერც ვერაფერს. აი დაახლოებით ისეთ რამეს გეუბნები რა, ოღონდ უფრო აღმატებული და უფრო სხვა ფორმით, მაგრამ აი ანეკდოტურად რო გაგახსენო, Fight Club-ში რო არის, ხო იცი დავალება. გარეთ გადი და კონფლიქტი გამოიწვიო. აი ზუსტად იგივე არის, ოღონდ მე იმას არ გეუბნები, რომ ვიღაცა ტიპს დაუწყო ჩხუბი ქუჩაში. არამედ ისეთ ომში ჩაერთო, სადაც შენი ნების სისრული არის აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკი არის დიდი. ხვდები? დიდი ხანია არ მქონია ეგეთი დეკადენტური ვარდნა არა, ეგეთი ნების გათახსირება, არ ვიცი რა ვუწოდო რა, მაგრამ რამდენიც მქონდა, ეგრევე რამეს სირობას გავაკეთებდი ისეც, რაც ძალიან დიდ ტრაქში ამომაყოფინებდა თავს, უდიდეს ტრაქში, ოღონდ ეგეთი რადიკალური არ იყო როგორც მე, იმიტომ რომ მე მქონდა ჩემი თავის იმედი ძალიან. მაგრამ ეგრევე ისეთ სირობას ვაკეთებდი, სადაც რისკი იყო გიგანტური. რო აი შანსი არ იყო, რომ მე ნების 100% არ ყოფილიყო მოქმედებაში გაშვებული. და მე ეგ წლებთან ერთად ვისწავლე, როგორ უნდა ვიპოვო სწორი რისკი, სწორი ომი, ხო ხვდები? მაგრამ ხო, პირველი ომი ყოველთვის ცოტა სულელური არის ალბათ. ნუ ასაკსაც გააჩნია. ამიტომ მეგობა რომ შენ არ გჭირდება არანაირი ტაბლეტი, არანაირი რამე ეგეთი, შენ გჭირდება ომი, შენ გჭირდება რომ რისკს ჩახედო თვალებში. და შექმნა სიტუაცია, სადაც შენი ნების 100% იქნება საჭირო გარკვეული პერიოდის მანძილზე. შეძლებ ამას, ეს არის გამოსავალი. ვერ შეძლებ ამას, საერთოდ არანაირი გამოსავალი არ არის. შეიძლება ასაკთან ერთად უკვე იმდენად დაგძლია მაგნებამ და იმდენად შიგნით არის მიმართული, რომ მანდ თეორიული შანსიც არ არსებობს რა არაფრის. ხო ხვდები, ანუ ცრუ იმედებს არ გაძლევ, ვიაზრებ ბიოლოგიურ რეალობას, ყველაფერს. ანონიმუსი $5, მადლობა წავიკითხავ. ხო და ბრონსონ ვიაზრებ რა, ანუ ბიოლოგიურ დეტერმინიზმსაც, იმას რომ რაღაცა არ შეგიძლია, ვიცი რა არის ეგ რომ რაღაცა არ შეგიძლია, მაგრამ ან გინდა, ან საჭიროა, ნუ საჭიროა შობს რომ ამოიგდო და ასე შემდეგ. მაგრამ თუ არის შანსი რომ რამით შენეგ დაძლიო, ეხლა რაც გითხარი, ეს არის ერთადერთი სამყაროში. სხვა არ არსებობს. სხვა არავის არ მიმართო, მე გითხარი აი პირდაპირ, რაც არის ფუნდამენტი. და წარმატებები შენ. ომი და სხვა არაფერი. ჩარლზ ბრონსონი $3 მართალია ნიკო რაც თქვი, მადლობა სწორედ დიდი რისკები, რადგან მცირე არ მაკმაყოფილებს თან სიახლოვე. ჰიპერაქტიული გარემოებები მათავისუფლებს და მაშინ ვიწყებ აზროვნებასაც. ეგ გითხარი მეც. იმიტომ რომ ხედავ შენ სულს და ვიცი საიდანაც გამომდინარეობდა, ვიცი როგორც არის შენი სული გამართული. ახლავე გაწევრიანდი დახურულ არხზე, ლინკი აღწერაშია და პროფილზე, გეყო დროის კარგვა და გელოდებით ელიტარულ სივრცეში.